მოგესალმებით თრიალეთის სტუდიიდან. მე ვარ ჟურნალისტი ლელა ლობჟანიძე. დღეს ჩაგვერთვებას ეს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე. მოგესალმებით ქალბატონო ნონა, მადლობა ჩართვისთვის. გამარჯობა, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ტრადიციულად უნდა დავიწყო პირველი კითხვა თრიალეთის ინკასოთი. თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ ერთი თვეა ჩვენს ანგარიშებს ადევს ინკასო და ჩვენ ვართ ფაქტიურად გაჩერების ზღვარზე. როგორ შეაფასებთ თქვენ ფინანსურ ბლოკირების ფაქტს ტელეკომპანიაზე? რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობს მედიის დასაცავად და არის თუ არა ეს შერჩევითი? ამას ვკითხულობ, იმიტომ რომ ის მედია საშუალებები, რომლებიც ხელისუფლებისთვის მუშაობენ, ასე ვიტყოდი, გაცილებით, ანუ მილიონებით აქვთ დავალიანება, თუმცა მათ ინკასო არ შეხებიათ და ის მედია საშუალებები კი, რომლებიც აშუქებენ სიმართლეს და არიან კრიტიკულები, იყო ეს რადიო ჰერეთი, ბათუმელები და არის ტელეკომპანია თრიალეთი. ესე ფინანსური ბერკეტით ცდილობენ, რომ შეუზღუდონ მუშაობა. თქვენ თვლით თუ არა, რომ ეს არის შეიძლება იყოს პოლიტიკური ზეწოლა და თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობა? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დიახ, ის მოვლენები, რომელიც ვითარდება დამოუკიდებელი მედიების შესაზღვრად, ნამდვილად შემაშფოთებელია და აქ არ იგულისხმება ერთი ცალკეული ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადავიდგა. აქ იგულისხმება კომპლექსურად მთლიანად ის ვითარება, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი, რომელიც ერთი მხრივ მედიებს არ აძლევს თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობას, ჟურნალისტების უფლებები ამ ქვეყანაში არის სათანადოდ დაცული, ის ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც ჟურნალისტებთან მიმართებით განხორციელებულა ამ დრომდე არ არის სათანადოდ გამოძიებული. ამას ემატება ის შემზღუდველი კანონები, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღო ქართულმა ოცნებამ, რომლითაც მედიებისთვის სამუშაო სივრცე უფრო და უფრო რთული გახდა და შესაძლოა აი ამის გაგრძელება და აი ამ რეპრესიული ზომების გაგრძელებად ჩავთვალოთ ცალკეული გადაწყვეტილებები, ცალკეული მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია ამ ფინანსური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ინკასოს დადებას და ეს არის ნამდვილად ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ზეწოლის განხორციელება ხორციელდება კონკრეტულ მედიებზე. ჩვენ, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობთ, თქვენ სწორად ახსენეთ, რომ გვაქვს მაგალითები, რაც მედიით გავრცელებულა, რომ ცალკეულ მედია ორგანიზაციებს აქვთ გაცილებით დიდი ფინანსური დავალიანებები, მაგრამ მათ წინააღმდეგ ასეთი ზომები არ გატარებულა და ყოველთვის არსებობს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი შესაბამისინების არსებობის პირობებში ის შესაძლებლობები, რომელიც შეიძლება და ამ შემთხვევაში ყოფილიყო გამოყენებული განწილვადების რაღაცა ესეთი გრაფიკის შედგენის თუ სხვადასხვა მიმართულებით და არა ისეთი რადიკალური ნაბიჯები, რომელიც მედიების ამ გრაფიკზე უარი გვითხრეს აქვე აღნიშნა, ანუ უარი გვეთქვა ამაზე, რომ გაენაწილებინა თვალის ჩამოწერას ჩვენ არ ვითხოვდით. კი ბატონო, ეს არის ძალიან პრობლემური, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც მედიის მიმართ ასეთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს არ იყენებ და ასეთ ფორმებს არ იყენებ, ეს ნიშნავს, რომ მაშინ მიზანმიმართულად გსურს, რომ კონკრეტულ მედია ორგანიზაციას შეუქმნა პრობლემები და ეს სწორედ ამის გამოვლინება. დიახ, ზოგადად სიტყვის თავისუფლების გამოხატვის თავისუფლების ხარისხს როგორ შეაფასებდით, ნუ თუ ასეთი გვაქვს საერთოდ კიდევ და რამდენად შეესაბამებათ თუნდაც მედიის წინააღმდეგ არსებული ტენდენცია, აი კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას? დიახ, გამოხატვის თავისუფლება ნამდვილად არის ერთ-ერთი ის უფლება, რომელიც ახლა განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ არის, სხვადასხვა ფორმით ხდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ეს ერთი მხრივ შეიძლება უკავშირდებოდეს საკანონმდებლო რეგულაციების მიღებას, მეორე შემთხვევაში ეს პრაქტიკაში მის განხორციელებას უკავშირდება და წლიდან წლამდე ეს მდგომარეობა უარესდებოდა და ახლა რა ვითარებაც გვაქვს, ეს ნამდვილად კრიტიკულია, მათ შორის ის გადაწყვეტილებები, ის ცვლილებები, რომელიც მიღებულია მედიების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ეს ეხება როგორც საკანონმდებლო რეგულაციებს, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონის ცვლილებებს, ეს ასევე უკავშირდება სასამართლოების დახურვას ჟურნალისტებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ გადაღების აუდიო ჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობა აღარ არის ისე დაშვებული, როგორც ეს მანამდე იყო და ამ დრომდე არც არის განსაზღვრული კონკრეტული პირი ან კონკრეტული
თანხმობის პროცედურა როგორ უნდა მიიღოს მედიამ და როდესაც ჩვენ საუბრობთ რომ მედიის უფლებები იზღუდება, ყოველთვის უნდა გავუთვალისწინოთ ის რომ ეს არ არის ცალკე აღებული მედიის უფლებები, რომელიც იზღუდება, ეს არის მთლიანი საზოგადოების უფლება მიიღოს ინფორმაცია, სწორედ აი საზოგადოებას ეზღუდება უფლება რომ მიიღოს ინფორმაცია, იმიტომ რომ მედია ორგანიზაციები მუშაობენ იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია და როდესაც აი ამ მუშაობის პროცესში მათ შეფერხებები აქვს სხვადასხვა ბარიერები, საკანონმდებლო თუ პრაქტიკაში არსებული სხვა გამოწვევები, ეს ხელს უშლის იმას, რომ საზოგადოება მიიღოს ინფორმაცია და ამით საზოგადოების უფლებაც იზღუდება გამოხატვის თავისუფლების ჭრილში, არა მხოლოდ კონკრეტული მედია ორგანიზაციების თუ ჟურნალისტების უფლებები, არამედ მთლიანად საზოგადოების უფლება მიიღოს ინფორმაცია ამ შემთხვევაში არის განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ და ეს ვითარება ნამდვილად არის საგანგაშო. ჩვენ შეიძლება გავიხსენოთ წარსული მაგალითებიც, როდესაც სასამართლო დარბაზები დაიხურა მედიებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმ დროს არსებულ ხელისუფლებას არ სურდა, რომ სასამართლო დარბაზებში რა ხდებოდა, ეს ყოფილიყო საზოგადოებისათვის ხილული, მაგალითად 2007-13 წლებში და დაახლოებით ანალოგიური შეზღუდვები ხელახლა დაწესდა და ეს ყველაფერი განპირობებულია სწორედ იმით, რომ ის საქმეები, რომელიც სასამართლოში განიხილება, ის ადამიანები, რომლებიც სასამართლო დარბაზში საკუთარ უფლებებზე საუბრობენ ხოლმე, არ იყოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ის ინფორმაცია, თუ რა ხდება სასამართლო დარბაზებში, მაშინ, როდესაც მაგალითად განიხილება სინდისის პატიმრების საქმეები, თუნდაც მზიამობლობელის საქმე, რომელიც ქალი ჟურნალისტია, რომელიც პოლიტიკური ნიშნით იდევნება და ამ პოლიტიკურ ნიშანში გულისხმობ იმას, რომ ის იდევნება არა კონკრეტულად იმ ქმედებისთვის, რომელიც შეიძლება მოხდა, არამედ მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის სრულიად უსაფუძვლო, ანუ სისხლის სამართლის წესით არ არის დასჯადი ის ქმედება, რაც ამაღლობელის მხრიდან მოხდა, ეს ადმინისტრაციული წესით განსახილველი შემთხვევა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას სისხლის სამართლის წესით წაუყენეს ბრალი, მის მიმართ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება გამოიყენეს პატიმრობის სახით სრულიად უსაფუძვლოდ და ეს ვითარება გრძელდება ამდენი თვის განმავლობაში და მის საქმეზეც, როდესაც სასამართლო დარბაზებში მედიას თავისუფლად გაშვების შესაძლებლობა ჰქონდა, ხალხი ხედავდა, რომ რამდენად უარგუმენტო იყო ის პოზიციები, რასაც მეორე მხარე, ანუ პროკურატურა აჟღერებდა და ეს გადაწყვეტილებები სწორედ აი ამის გამო არის სავარაუდოდ მიღებული ქართული ოცნების მხრიდან, რომ სასამართლო დარბაზებში არ მოხდეს ჟურნალისტების მხრიდან გადაღება, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს ის სიმართლე, რაც სასამართლო დარბაზებში ბრალდებულების, მათი ადვოკატების მხრიდან ისმის. დიახ, და ასევე უნდა გკითხოთ იმ შემზღუდავ კანონებზე, რომელიც ბოლო პერიოდში ერთიმეორის მიყოლებით მიიღეს, ჩვენ ვიცით, ხო, რა მდგომარეობაში არის სამოქალაქო სექტორი და შეიძლება ითქვას, რომ ჩაითვალოს ეს მათი დისკრედიტაციის მცდელობად, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა გავლენიანმა ორგანიზაციამ და მათ შორის საიამ თქვენს რეგიონებში ოფისები დახურეს, შეაჩერეს მუშაობა ძალიან ბევრმა ორგანიზაციებმა, სწორედ აი ამ შემზღუდავი კანონების გამო და ბევრი ბენეფიციარი დარჩა სერვისების მიღმა, ანუ ისეთი ორგანიზაციებიც არიან, რომლებიც იყვნენ სერვისების მიმწოდებლები და კი ბატონო ზოგადად რა თქმა უნდა ეს კანონები რომელიც მიღებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ან საზოგადოების წინააღმდეგ არის ძალიან შემაშფოთებელი მათ შორის მისი ეფექტები რა თქმა უნდა იმაზეც დგას რომ ერთი მხრივ ქართული ოცნება ცდილობს ამ კანონების მიღების პარალელურად დისკრედიტაცია მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობის ყოველდღიურად გარკვეული იარაღების მკერების ფორმით და ესეთი დაუსაბუთებელი ესეთი ბრალდებების მიღმა, ასევე მას აქვს კონკრეტული სხვა ეფექტებიც და სამწუხაროდ თქვენ ახსენეთ რომ ზოგიერთ ორგანიზაციას მოუწია საქმიანობის შეჩერება, ჩვენი ორგანიზაცია აგრძელებს საქმიანობას, ჩვეულებრივ იმ მიმართულებებით, რა მიმართულებითაც მანამდე მუშაობდით, თუმცა ცალკეულ რეგიონულ ოფისებში მოგვიწია დროებით საქმიანობის შეჩერება, იმის გამო რომ კონკრეტულ ოფისებში ჩვენ აღარ ყავდა შესაბამისით თანამშრომლები, რომლებიც შეძლებდნენ საქმიანობის გაგრძელებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ორგანიზაციას შეჩერებული აქვს მუშაობა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და
ავტიმიზებს რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენ სერვისებს იღებდნენ წლების განმავლობაში, კვლავ შეეძლოთ ამ სერვისის შეუფერხებელი მიღება რეგიონულ ოფისებშიც, ისევ როგორც სხვა ყველა რეგიონულ ოფისს არც ეხება ცალკეულ რეგიონულ ოფისებზე აქვს საუბარი. დიახ, ეს კანონები არის ანტიკონსტიტუციური, ის არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეწინააღმდეგება ყველა იმ შეთანხმებას საერთაშორისო კონვენციებს, რომელიც საქართველოსთვისაც არის სავალდებულოდ შესასრულებელი და ყოველგვარი მსჯელობა იმაზე, რომ თითქოს ეს არის ამერიკული კანონის ანალოგია და ასე შემდეგ არის სრულიად მცდარი, იმიტომ რომ არ არსებობს ამერიკაში ანალოგიური კანონის მოქმედების ის პრაქტიკა, რომლის დამკვიდრებაც საქართველოში სურთ. ამერიკაში ანალოგიური ასეთი ეგრეთ წოდებული FARA გამოიყენება არა დამოუკიდებელი ორგანიზაციების წინააღმდეგ, არამედ ლობიზმის ფორმების დასანახად და ამის დეკლარირებისთვის და არა, როგორც უკვე გითხარით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაჩერებლად. გარდა ამისა, ძალიან დიდი არსებითი განსხვავება ის არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ კანონის აღსრულება უწევთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. იმ ინსტიტუტებს, ვისაც ხალხი ენდობა, დამოუკიდებელ სასამართლოს, პროკურატურას, იუსტიციის დეპარტამენტს და ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევაში სამწუხაროდ არ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომელთა მიმართაც საზოგადოებას ექნება ნდობა და სწორედ ამიტომ ქმნის ესეთი რეგულაციები საქართველოში საფრთხეს განსხვავებით დემოკრატიული ქვეყნებისაგან, სადაც კანონები არ არის მიმართული და არ არის მიღებული იმიზნით, რომ გააუქმონ და საერთოდ ხელი შეუშალონ დამოუკიდებელ მედიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი საქმიანობის განხორციელებისთვის, იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რეალურად ემსახურებით საზოგადოების ინტერესებს და საზოგადოებისთვის სასარგებლო სერვისების მიწოდებას ახორციელებენ სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. დიახ, და რამდენად როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ მაინც აი ამ პირობებში ზოგადად ორგანიზაციების მუშაობა და არის თუ არა შიში რეალური იმისა, რომ აი ამ კანონების შემდეგ შედეგებმა გადაინაცვლოს თქვა სასამართლოში და იქცეს რაღაც დევნის და შეჩერების მცდელობა თავისუფალი მედიის და სამოქალაქო სექტორის უკვე შემდეგ რა თქმა უნდა იმის თქმა, რომ წინასწარი განჭვრეტა რაიმესი არსებულ რეალობას ძალიან რთულია ეს გარემო საკანონმდებლო სხვა თვალსაზრისით, რომ რაიმე პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია ჩემ მხრიდან, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია ის არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაგრძონ ის სასარგებლო საქმე, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდით და ამ საქმიანობის გაგრძელება არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესებში. ამიტომ ეს საქმიანობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და უნდა მოინახოს გზები და ფორმები იმისათვის, რომ ეს რეგულაციები გაუქმდეს. მათ შორის ეს არის სამართლებრივი ბრძოლის გზები, რასაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვიყენებთ კიდევაც და როგორც თქვენთვისაც ცნობილია, შარშან ის რეპრესიული კანონი რომელიც პირველი ესეთი ეგრეთ წოდებული რუსული კანონი იყო მიღებული, ეს კანონი გასაჩივრებულია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უკვე დაწყებული აქვს ამ კანონთან დაკავშირებით მსჯელობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სასარგებლო იქნება ადამიანის უფლებების დაცვისთვის და მიიღებს დაადგენს იმას, რომ ამ კანონის არსებობით ირღვევა ადამიანის უფლებები. დიახ, და კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხოს, აი იყო საარჩევნო პროცესებში ჩართული ყოველთვის და ჩვენ გვაქვს ერთის მხრივ გასული არჩევნები, რომელსაც არ აქვს აღიარება და გვაქვს მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები, ასევე შეზღუდული დამკვირვებლის უფლებები და პოლიტიკური გარემოც არასახარბიელო. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს არჩევნები და თუ ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში აი დამკვირვებლის როლი არის მნიშვნელოვანი აი ამ შეზღუდული უფლებების პირობებში?
ზოგადად როგორ შეაფასებთ ამ? დიახ, დამკვირვებლების უფლებები საარჩევნო დღეს განსაკუთრებით გაუარესებულია წინა წელთან შედარებით, კიდევ უფრო შეზღუდულია ის შესაძლებლობები, რომელიც დამკვირვებელს შეიძლება ჰქონდეს არჩევნების დღეზე დაკვირვებისას, ასევე ზოგადად ის კონტექსტი და ის გარემო, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, არის ნამდვილად ძალიან მძიმე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ასევე სახეზე არის ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უკვე გრძელდება ამდენი თვის განმავლობაში და რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ შარშან იყო ძალიან რთული დამკვირვებლებისთვის უბნებზე მუშაობა და დაკვირვების უფლების განხორციელება და წელს ეს შესაძლებლობები კიდევ და კიდევ უფრო გაუარესებულია, როგორც საკანონმდებლო რეგულაციების თვალსაზრისით, ისე აი ესეთი მტრული დამოკიდებულების გამო, რომელიც სახეზე არის და სამწუხაროდ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სადამკვირვებლო მისიები არის ხოლმე ესეთი თარტყმის ქვეშ პროპაგანდისტული აკრების თუ პროპაგანდისტული გზავნილების გზით. დიახ, დიდი მადლობა. საიეს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე საუბრობდა თრიალეთის. დიდი მადლობა.